შობა ეს კობია. კაცი, რომელსაც მინა და გამოგონება ძლიერ უყვარდა. ოცნებობდა და ოცნებებს საზღვრებს არ უწესებდა. კაცი, რომელმაც მსოფლიოს განათებული და ფერადი შობა აჩუქა. მინის გზას მარტო, სულ პატარა დაადგა. 10 წლის რაჭველი გიგო მშობლიური თხმორიდან ჯერ ბორჯომში ჩავიდა და ძმასთან ერთად მინის დამუშავების ხელოვნებას დაეუფლა, ბოლოს კი ამერიკიდან მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ თუ ყველაზე სწრაფი არა, რაჭველი გრიგოლ კობახიძე ყველაზე კარგი მინის ოსტატი იყო. რაჭის სიყვარული შორეულ ამერიკაში წაიღო და ამ სიყვარულით დედამიწა დაატრიალა. შექმნა მინის ფერადი ბურთი, რომელზეც ქართული ვაზი გამოსახა. მშობლიური მთების სიყვარულით კი ამერიკელებს ვაჟას შვილის ნუკრი გააცნო. იმასაც ამბობენ, რომ ჯორჯ კობის სათამაშო მოგვიანებით ვოლტ დისნეის ბემბის ინსპირაცია გახდა. ვიდრე სათამაშოებს შექმნიდა ნაძვის ხე გაანათა. საშობაო ხეზე ნამდვილი სანთლები ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლებით ჩაანაცვლა და შობის დღესასწაული უსაფრთხო გახადა. ასე იქცა კობის შობის განუყოფელ ნაწილად. მინის სათამაშოებით სავსე ყუთები წარწერით. კობი ეს შობაა, ამერიკული შობის სიმბოლო გახდა. თუმცა ჯორჯ კობი ამერიკელებმა გაცილებით ადრე გაიცნეს. რაჭველი გიგოს ამერიკული ისტორია 1909 წლიდან იწყება. ნიუ-იორკში მეუღლესთან ერთად ჩავიდა. იქამდე იყო გერმანია და დიდი ბრიტანეთი. მიუნხენში მან მინის პატარა საწარმო გახსნა. სულ რამდენიმე წელში კი წარმოება გაზარდა და საწარმოო მისამართი ამერიკაში გადაიტანა. 45 დასახელების პროდუქტს აწარმოებდა. მათ შორის იყო წყალგაუმტარი ცემენტი და მინის ბლოკები, რომლებსაც ახლა ამერიკული ცათამბჯენები ინახავს, მათ შორის კრაისლერ ბილდინგი. გვირგვინი კი საკუთარ გამოგონებებს პარფიუმერიაში დაადგა მაშინ, როცა გიორგი მაჩაბელმა სუნამო საქართველოს დედოფლისთვის ფლაკონის შექმნა სთხოვა. ეკონომიკური კრიზისი, მეორე მსოფლიო ომი და ნულიდან არაერთხელ დაწყებული ბიზნესი. მინის ოსტატი მინას არასდროს დაშორებია. პირიქით, საკუთარ გამოგონებებს დროსა და საჭიროებებს არგებდა. და მაინც კობი დარჩა შობის სიმბოლოდ. მისი გამოგონება დიდი ხანია გასცდა ამერიკის საზღვრებს და ბინა ყველას ოჯახში დაიდო. თუმცა ყველამ არ იცის, რომ ეს კობია. ქართველი კაცი, რომელსაც შობა განსაკუთრებით უყვარდა. კაცი, რომელმაც საკუთარი სახელი მთავარ საშობაო დეკორაციებს სამუდამოდ წააწერა და კაცი, რომელმაც ამერიკას კილომეტრებით დაშორებული სხვა ჯორჯია გააცნო.